სოკო კეც დაფაში. როცა ძალიან გვეწარება კეცში კეთება, მომზადება, შეგვიძლია იგივე გემრიელი სოკო, ყველით მომზადოთ დაფაში. რატომაც არა? ამისათვის გავახუროთ დაფა. მოვასხოთ დაფაზე ზეთი. მე მაგ სეზამის ზეთი. ჯერ ესე დავბრაწოთ. შეგვიძლია პატარა ხრიკი გამოვიყენოთ, იმისათვის რომ სოკო არ დაპატარავდეს ზომაში. მარილი მოვაყაროთ. დავაფაროთ ხუფი და ვაცადოთ ცოტა ხანი. დაიბრაწოს ერთი მხრიდან. ზოგადად 5-დან 10 წუთამდე ჭირდება. გააჩნია ზომას, სოკოს ზომას, დაფას. გადმოვაბრუნოთ. თუ რამე შეგვიძლია ოდნავ ზეთით ჩავამატოთ. პრინციპში კარაქიც უხდება ძალიან. მაგრამ კარაქს ხანაკლი აქვს ცოტა არა ბოლავს და ეხლა უკვე დავამარილოთ ცოტა რა აიღოს მარილი. აბა ნახოთ. იდეალურია. ნახე რა კარგია. აი ამ ფერის როცა გახდება. ყველას არ გადმოვაბრუნებ, იმიტომ რომ ცოდვა ამ წვენის დაღვრა. ბოლო შტრიხი. წვრილად დახეხილი ყველი. ამ შემთხვევაში იმერული ყველი შეგვიძლია სულგუნიც გავხეხოთ, გააჩნია. კეთილია პრინციპი სულგუნი თუ იქნება. პარმეზანიც მოხდება და ხატავს დააკვდება. ვაცადოთ ხუფით. ისევ ხუფით, დიახ. კიდე რამოდენიმე წუთი. რა ყველი გავხსნას. იმ პატარამ რა დაგიშავა? რომელმა? აი ამბობ. და დაველოდოთ. სოკო მზად არის. მე მოვთე კაპერსებით და ზეთისებით. ნიამ. გამა.